ჭარის მთავრობის თავმჯდომარე მოსახლეობასთან მოლაპარაკების მიზნით დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში იმყოფებოდა, თუმცა ადგილობრივებთან შეხვედრა ჩაიშალა. სოფლის მოსახლეობა პოზიციას არ ცვლის, უცვლელია მათი მოთხოვნებიც. ისინი კვლავ აქციების გამართვით იმუქრებიან. პროტესტის ფონზე უკვე ორი კვირაა სოფლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაშლილია. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პირადად გაეცნო. არჩილ-ხაბაძემ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს უფროსთან ერთად სკოლის შენობა დაათვალიერა და ადგილობრივებს გეოლოგიური დასკვნა გააცნო, რომლის მიხედვითაც შენობა მყარია და სასწავლო პროცესის გასაახლებლად საფრთხეს არ წარმოადგენს. მოსახლეობამ თავის მხრივ დაზიანებული სახლების შესახებ დასკვნები წარმოადგინეს და ხელისუფლებისგან უსაფრთხო თავშესაფარში გადაყვანა მოითხოვეს. გაგრძელდება პერმანენტული აქციები, სანამ არ იქნება მიღწეული მიზანი. ან შეჩერდეს გვირაბის მშენებლობა, ან გამოგვინახონ ალტერნატიული ფართი, სადაც იქნება უსაფრთხო. მთავრობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს კომისიის შექმნა შესთავაზეს, რომელშიც სამთავრობო ჯგუფთან ერთად სოფლის მოსახლეობა და ჰესების მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებიც იმუშავებენ. შუახევის გამგებლის განცხადებით, რამდენიმე დაზარალებულ ოჯახს დახმარება უკვე გაეწია და ეს ეტაპობრივად კომისიის დასკვნის შესაბამისად გაგრძელდება. ჩვენ კონკრეტულად ჩვენი როგორც მთავრობის თავმჯდომარე მის ჩვენთაგანმა ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი წინადადებები კომისიის შექმნის თაობაზე, მუშაობის თაობაზე და მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ ძალებს, რომლებმაც ეს ყველაფერი ინსცენირება გაუკეთეს ამ ყველაფერს, ვფიქრობ, რომ არაწყობდათ და მათ ალბათ სხვა მიზანი ჰქონდათ და ვერ მიაღწიეს საწადელ მიზანს. ადგილობრივებმა მთავრობის მიერ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს და ხელისუფლებისგან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. სასწავლო პროცესი არ განახლებულა და როდის დაიწყება სწავლა, მაგას მე ვერ გეტყვით. მაიგი არის ხალხის გადასაწყვეტი, სკოლას აქვს ახალი ბზარები გაჩენილი და ამის გამო მოსახლეობა უკვე ვარს აცხადებს შეხვედრაზე. მოსწავლეების შემოშვება სკოლაზე. გვირაბის მშენებლობის ადგილას გარემოს დამცველები მონიტორინგს აწარმოებენ. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მონიტორინგის შედეგები საჯარო ერთ კვირაში გახდება. შესაბამისად, ამ დროისთვის დადგინდება, თუ რა ზარალს აყენებს გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოები მოსახლეობას. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ჩანჩხალოს პრობლემის შესახებ ინფორმაცია. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გვირაბის მშენებლობის დროს აფეთქებები არავითარ ზემოქმედებას არ ახდენს შენობებზე. ბზარები, რომელიც ჩანჩხალოს სკოლას აღენიშნება, არ არის აფეთქების საფუძველზე გაჩენილი. ამას განათლების სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფიც ადასტურებს. მიუხედავად ამისა, კომპანიის ექსპერტები ადგილობრივ მთავრობასთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას და ეს ყველაფერი ერთობლივად იქნება შემუშავებული. მთავრობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკება მას შემდეგ გართულდა, როცა შუახევის გამგებელმა ადგილობრივებს შეკითხვით მიმართა, თუ რატომ ცხოვრობენ საფრთხის შემცველ სახლებში ის ოჯახები, რომლებსაც ალტერნატიული ბინები ხელისუფლებისგან უკვე გადაეცათ. ერთ-ერთმა მოსახლემ პროტესტის ნიშნად სახლის გასახები მუნიციპალიტეტის გამგებელს უკან დაუბრუნა, რის შემდეგაც რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ ჩანჩხალო უკომენტაროდ დატოვა. ერთ-ერთმა მოხუცმა ვერ გაიტანა ეს ნათქვამი და პირდაპირ და გასაღები აძლევდა. ბატონმა ტარიელმა არ გამოართვა, რომ ეს ჩემს მიერ არ არის გადმოცემული და მე ვერ ავიღებო. ნერვებმა უმტყუნა ამ მოხუცკაცს და გააგდო ძირს. ბატონი არჩილი ამ დროს მთავრობის მეთაური ყოველგვარი კომენტარის გარეშე გავიდა მასას და წავიდა. ერთი წელი რას მომწეს ვინა? ერთ და სამჯერ დამაკვირვეს მაიგი. გასაგებია? ნუ გაქდა არ ცხოვრობ. მე კი ვცხოვრობ, მაგრამ ამოვდივარ აქ სოფელში და ვამუშავებ. რა სჭამი, გვინ გაჭმი. გასაგებია? და ასე გვიცხეს ახლა ყოველთვის მაკვედრეს. ერთის მეორეს მესამე. გადავეცი. სადაც ჩემი მეზობლები იქნებიან ახლა სასაცილო, ეს იქ წავალ. გასაღებ ჩავაბარე ბას თვითონ. და ვიცქინე იმას გადას. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, სოფელში ჰესების მშენებლობას გარკვეული პრობლემები რეალურად მოჰყვა და ამ ვითარებიდან გამოსავალი აუცილებლად უნდა მოიძებნოს. დიალოგი უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ სოფელში ეს პრობლემა არსებობს და ამ პრობლემის მოგვარება ხელეწიფება საქართველოს მთავრობას და იმ კომპანიას, რომელიც სოფელში აპირებს აი ამ გვირაბის გაყვანას. ადგილობრივები ერთი კვირის ვადაში ენერგეტიკის მინისტრს ადგილზე მისვლასა და მათი პრობლემების გაცნობას თხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ ჩანჩხალოში გვირაბის მშენებლობას ხელს შეუშლიან.